რამდენი სისულელე არ ვიცი ძმაო, რომელიმე სადმე ეგეთ ქვეყანა არსებობს, რამდენი სისულელე ხდებოდეს, დენირო რა დენირო რა და დედის ხნა, რა დენირო და დენიროა რა. მე კი ვიცი შენ რა მე კი ვიცი შენ რაც ხეს პროჭრე თორე ის უხიშულები და რამიშულები მთელი ცხოვრება წარმატებულები არიან, მაგრამ ყველაზე ის აქ ხევს გულზე, რომ ქოცები არ არიან და მოსკოვში არ ტრაკით როყობენ და მოსკოვში არ ჩადიან საცეკვაოდ და ქოცები არ არიან. აი გიტყავს დედის ტრაკს შენ, თორე დენირო რა დენირო. რა დენირო და დენიროზე გაიზარდნენ მთელი თაობები და პატივცემენ და უყვართ ეგ კაცი და შენ ვის დაგინახავს გაგინებს დედის პროჟს, ეგ არის დენირო, მეტი არაფერი. შენც პოპულარული იქნებოდი და შენც მაგარი იქნებოდი, რომ გაგეგძელებინა ის საქმე, რასაც აკეთებდი და აჩუ გეხნა. რო ამოყავი თავი ნავში და მიდიხარ ტრაკში ეგრეცის პროჭის თამაშმა რა დენირო და ის დენირო რომ მოგეთყნება ქოცი დედის პროჭი და მოწყნული რო გაქვს უკვე აი ეგ დენირო კიდე მოიწვია ვიღაცა ყლეები და დაჯექით ერთად სიმაში სტუდიაში და იძახეთ რა დენირო რა და ისა კეთილები ტყნა ქოცი კარგი ტრაკი მოყვან თქვენი ხო გაიგე დენირო რა გამოყლებულებო თქვენთვის არავინ და აღარაფერი არ არსებობს ერთი ისაკავთ იდავ ბლად ბიზინა всё მორჩა მეტი აღარაფერი აღარ გინდა თან ქვეყანაზე ბიზინა და როგორმე ამ ბიზინას ფულებში ჩაყოთ ხელი всё დანარჩენი თუ ამ სოფლიოზე რა დენირო დენირო და რამდენი როლი აქვს შესრულებული და რა თანხები აქვს აღებული და ბოლო თბილისშია ნამყოფი ბიჭო კაცი ჩვენმა გოგომ ჩამოიყვანა იაფარულავა, მაგრამ შენ არც იაფარულავა მოგწონს ალბათ, ხო? იაფარულავაც რაღაც არ ასხამს ხოტბას ქოცებს და იტოქში ყლე ხარ შენა და დაანებე რაც უფრო მალე დაანებე ყლე პროჭაობას თავს მით უფრო კაია აბა ქოცებო მოგიტყანს ჯიში და ჯილაგის უყველას რა და ქოცთავარი ივანიშვილი კარგად ვიყავით გვარს და სახელს არ დავასახელებ მაგალითად ერთმა პუჩისტმა გამოჩენილმა კაცმა ხარ მინდა იმის სახელის და გვარის თქვა პროსტა რა თქვა იმას ვიტყვი დავუყეთ ქვეყანაო ამაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში არ დამიშვიაო ბატონო ეგ შეცდომა კი არ არის სიკვდილის წინ რო აღიარე ეგ შეცდომა არ იყო თქვენ გამიზნულად აკეთებდის მაგას ეგ წამიერად შეიძლება შეგეშალოს რაღაცა რა მარიც ხო არ აყრიდი ლობიოს და ბევრი მოგივიდა რომ შეგეშალა თორე თვეების წლების და დიდი დროის განმავლობაში რაღაცას რო აკეთებ ეგ შეგნებული გაქვს და აკეთებ.
დააღუპეთ ქვეყანა ეს რა ვქენით, არ უნდა შეწინააღმდეგებოდით. მადლობთ. კაი დროს გაგახსენდა ქვეყანა რომ დააღუპე. ეხლა შენაირები ბლომად არიან და მე ისინი სიტყვიან რომ დააღუპეთ ქვეყანა ეს რა ვქენით და ესე ცხოვრობთ რა და ამ პერიოდს და პერიოდს შორის ფულუკა იშოვება და ესე ღუპავთ ქვეყანას და ვითომც არაფერი მე ვახ ეს რა გავაკეთეთ იტყვით და ესე გრძელდება რა ეს დედამოკლული სოფელი მიდიხართ მოდიხართ ბალიათ შაური მიდი ცოტა ხანში უნდა წავიდე ფიქრობთ მოდი რა ერთი კიდე იმას ვიზავ რა ან ცხოვრებიდან მიდიხარ ან რავი რა შეცდომაზეა ლაპარაკი რა სისულელია ვის შეეშალა რა შეეშალა ყველამ ძალიან კარგად იცით რასაც აკეთებთ რა ხოდა ეს დედამოწყლი რო აბოლებთ ამ ადამიანებს ვერ ავხდებით ახლა რაში ასე ჩაყარეთ ციხეებში ჩახოცეთ ცემეთ და ეხლა გამოდიხართ და ეს უნდა აემას ვამბობ და ეს უნდა დაიჯეროთო ვიძახის თქვენ პატარა ბავშვები ხართ ბოლშევიკებთან ვაგონებით ხოცავდნენ ჩეჩნები ვაფშე გადაასახლეს და ვაგონებით ხოცავდნენ საბჭოთა კავშირი იყო ხალხის საწური სისხლი გამოზდიოდა და იმათმა ვერ გააკეთეს, ვერ გაიტანეს თავისი. თქვენ ხართ რა ვიცი რა, აი გამოყლეებული ყლეები ხართ რა. კუბში, კვადრატში, რა ვიცი, მე-4 ხარისხში, მე-5, მე-6, რავი, მიდი. ჩემ ყლეს აკეთებთ, რა სისულელეს აკეთებთ, აი გამოგისვათ ტელევიზორებში ეს გამოსირებული ხალხი და რაღაც სისულელებს ლაპარაკობენ და ჩვენ ვზივართ მე ვღადავ და ვაგინებ დედის პროჭს. რა ამოდით და აგინებიეთ თელ საქართველოს დედის პროჭი რა. თქვენ მოგიტყან დედის პროჭი. ხოცებო. გათენდა რა მათ მე მგონი ხო გათენდა. ნუ გამიგია რა ეხლა. ფიდელ კასტროც ეგრე ბაზრობდა, რომ გამოდიოდა. ჩვენ ასე ვხვევით, ჩვენ ისე ვარ, ჩვენ ასე ვარ, ჩვენი დედის პროჭი აქვს მოწყნული მთელ კუბას რა. და ყველაზე აკრძალული ნივთი არის კუბაში ნავი არ შეიძლება რომ ყავდეს. ნავი თუ იშოვა ვინმე, ხო, დაადებს თავს უფეხებზე კიდე აკულები. ნიჩაბსაც აღარ ეძებენ, ხელებით უბერავენ, მიდი ოღონ ამერიკამდე შემოვიდნენ. აურო ჩახვალ კუბაში ჩარსავ ტელევიზიას ან მოусვენი, მაგრამ ასაო კაცო, ყველაფერი ხუთიანზეა. მე ვყავდა აქ ერთი კუბელი ალიასკაზე 25 კუბაზე როგორაა იცი ჯარში რო წავიყვანენ სანამ ოფიცრობა არ გეტყვის რომ შენ თავისუფალი ხარ რომ მანამდე მსახურობ ჯარში 25 წელიწადი მან ყოფეს ჯარშიო და რას აკეთებდი მეთქი ჩავსვავდენო ტანკებშიო მტერიო უნდა შევშენო მტერი მოდის ეს ჩრდილოეთიდან გვიტევს ჯარჯერდა გავარიხინებდით ტანკებს მტერმა შეიცვალა პოზიცია სამხრეთიდან გვიტევს ჩავждდებოდი ტანკებში გავარიხინებდით სამხრეთიდან აღმოსავლეთი სამხრეთ აღმოსავლეთი რა ვიცი რა კაროჩე რა ნუ ასე 25 წელიწადია ვიჯექ ტანკებს და დავრიხინობთ იქით და რამდენი ტანკი ყავდათ მეთქი რა კოლონებით არა ორი ტანკი ყავდა და მივდივოდი თო წინ და მტერი ნახე მეთქი სადმე და
არა კაცო მტერი რო გვენახა ახლა რა ტანკი გვიშველიდაო ჩვენო მიგვაკლავდეს უყველაზო ეხლა წარმოვიდგინე კუბისნაირი პონტი საბჭოთა კავშირის ახლოს ოი დედა მოუწყარ ოი შეცვინდებოდნენ კი არა ერთ კაცს არ დატოვებდნენ ცოცხალს ასე რომ კუბა ვართ რა ჯერჯერობით რა კორეა რამე ჩუჩხე მიდი უბერე რამდენიც გინდა ერთ სიტყვით რადენირო რის დენირო ვის აინტერესებს შენ დენირო თავარი არის ხოცები იყავით კარგად თქვენ დედა მოწყარ აბა ნახვამდის არ მოიწყინოთ უსმინეთ დედის პროჩს ვინც გაგინებთ სუყველას ის კაი ხალხია ისინი აზრზე მოყავხართ ძალიან ნელა მაგრამ თავის წვენს მაინც გამოიღებს და იმუშავებს ადრე თუ გვიან თქვენს მოხვალთ აზრზე რა იმედი მაქვს მოგიტყანთ ჯიში და ჯილაგი ხოცებო